საღამომშვიდობისა ძირფასო მაყურებლებო, ქალბატონებო, ბატონებო, მოკლედ რუსთავი 2-ის ერთგულო მაყურებლებო. დიახ, ბატონო, დიახ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა, გავიხსენო ერთი წამით. ანეკდოტების შოუ, დიახ, ბატონო, ანეკდოტების შოუა. ვიცი, აი გატყობთ, ყველას გატყობთ, აბსოლუტურად ყველას გატყობთ სახეებზე, რომ გაკვირვებულები ხართ, მაგრამ მეც გაკვირვებული ვარ, რა მინდა აქ აზრზე არა ვარ და თქვენ მით უმეტეს აზრზე არ იქნებით სავარაუდოდ, მაგრამ არაუშავს, არ ინერვიულოთ, ბატა ჩვეულებრივად დაბრუნდება რამოდენიმე ხანში და გააგრძელებს ამ არაჩვეულებრივი და ყველაზე იუმორისტული გადაცემის საყვანას, ხოლო დღეს მე ვცდი ამას და ვიცოდვილებ ცოტას დროებით რა, მოკლედ დროებით გავაკეთებ ამ საქმეს, ყველაფერი დროებითია ქვეყანაზე და ერთხელ მეც ხო შეიძლება რომ სადო ეგეთი გამამხნევეთ, ძალიან გთხოვთ, გამამხნევეთ, პირველად ვაკეთებ ამას, გეფიცებით მართალია გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი მეც ვარ ზაქროსთან ერთად, მაგრამ ნერვიულობდა რა ვქნა. მე რა შეება ხოლმე პატა, ხო? მე სტუმრებს აცხადებს ხოლმე, ხო? დღეს კი ჩვენთან სტუდიაში სხვათა შორის სტუმრად არიან არაჩვეულებრივი ხალხი. ამ არაჩვეულებრივას, ხო ხედავთ, ისი არაჩვეულებრივად ვამბობ, რომ მართლა არაჩვეულებრივი ხალხი არიან სტუმრად და ისინი გახლავან, ბატონო ჩემო, ჩვენი უსაყვარლესი კახეთის შვილები, კერძოდ კი თელავიდან მივესალმოთ დიდი ოვაციებით, მივესალმოთ ავთანდილ ავთოზატიკაშვილი და ფარნავაზ მაღაშვილი. ავთანდილ ზატიკაშვილი და ფარნავაზ მაღაშვილი გურჯაანელები მეგონა და თურმე პირიქით თელაველები ყოფილან. ისეთ გემრიელ ანეკდოტებს ყვებიან, რომ ვერ გაძღებით მოსმენთ. სიმღერითაც კარგად მღერიან. თუმცა რა გასაკვირია, ხაშლამას რო ქაწითელს დააყოლებ, იმღერებ მარას იზამ. მე ეს გადაცემა ლაივში მაქვს ნანახი და ისე მომეწონა, ახლა ეთერშიც უნდა ვნახო. მომბაძეთ, არინანებთ. ავთოს და ფარნას 200 გრამის ჩარტყმაც უყვართ. ანუ ჩაკრულოც იციან და ჩარტყმულოც. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. მე არ გემშვიდობებით და თუ რატო არ გემშვიდობებით, ამას გადაცემაში იხილავთ. მოგესალმებით, ბატონებო. მოგესალმებით, გაიხარეთ. მოგესალმებით, ბატონო. ეს შემოგევლეთ, ჩემო კახელებო. აბა, თქვენს გაკვირვებულები ხართ ალბათ, ხო? სხვა მასპინძელს, სხვა კაც ვეძებდით, სხვა დაგვხვდა. სასტუმრო დაგვხვდათ. ან ადმინისტრატორი დაგვხვდათ, სულ სხვა. თელაველმა დაგვხვდა. არ ყოფილა, პატაზე მაინდა-მაინც დიდი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩავსხედი ამ სავარძელში და გაიყოფილა. როგორ ახართ, აბა? ავთანდილი მოგმართო თუ ავთო? ხე როგორც გაგიხარდება. მე ტარიელი გამიხარდება, მაგრამ შე როგორ გაგიხარდება? ტარიელი დამიძახეთ. მარტო არ შემაგინოთ. ჩინაურულად მეგობრები ვარ, ჩინაურულად ავთოს დაგიძახებ. ისევე როგორც ფარნავაზ, კაცო ფარნავაზ მეფე იყო ბოლოს და ბოლოს თავის დროზე ფარნავაზი პირველი წიგნი რომ მოსცა ქართველებს, მეფე ფარნავაზი. ხო და შენც ფარნას დაგიძახებ. მაინც შემოკლები და არ გვინდა გძელი სიტყვა. გძელი სახელი მოკლედ, თითქმის სახელია ამათ კარგიო. ხო თქვა იმან ვიღაცამ. კარგი ბატონო, ძალიან კარგი. აბა რა შვებით, როგორ ახართ, რა ხდება? კახურად. კახეთში. კახურად. გადაშურის გიჟდები კახელებზე. იმიტომ გიჟდები კახელებზე, რომ ჯერ ამ გადაცემის წამყვანია კახელი და ძალიან მიყვარს. და მე ზოგადად კახელებზე გიჟდები, იმიტომ რომ ხაშლამაზე გიჟდები, ქაწითელზე გიჟდები, მაგრამ ხაშლამაზე რო გიჟდები და ქაწითელზე იმიტომ კი არ გიჟდები კახეთზე. კახელებზე რო გიჟდები, იმიტომ გიჟდები ქაწითელზე და ხაშლამაზე, ბატონო ჩემო და ძალიან მიყვარს. მთელი კახეთი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ლაგოდეხი მიყვარს, იმიტომ რომ ინგლები არიან ფაქტიურად. მეუღლე მყავს ლაგოდეხი და ხო და აი ვიცოდი ეგ ხო, მაგრამ თელავი და ახლა გურჯაანი ეს არის რაღაცა სასაული მოვლენა კახეთში. ორივე უსაყვარლესი და აი მე სხვათა შორის როცა თელავში ვარ ხოლმე ყოველთვის გურჯაანელებს ვაქებ თელაველებთან და როცა გურჯაანში ვარ პირიქით
თელაველეს ვაკე. მირობა აქვს, მირობა. ხო, მირობაა და ეს თქვენ გონიათ, კახელებს მირობა თორე სინამდვილეში აფირისტობაა და რატო ახლავე. ახლავე ხა მე იმერელი კაცი, თან თავის ძოზე მეგრელი ვიყავი, მე გავიმერელდი, ანუ გაკუცული იმერელი ვარ. ანუ რა ხდება? გურჯაანში რო თელაველებს ვაკებ, გულზეს კდებიან ისინი. და ცდილობენ რომ მოდიო ჩვენც ვასიემონოთ და თანხმებიან რა ემხლება და იგივე ხდება თელავშიც. მე იქ რო გურჯაანელებს შევაკებ არიქა აპაპულარი. არემგორი გამოუვიდა ბატონ სამყანს. ბატონოკობა გამოგივიდათ ეგამბავი. მოკლედ ინდეს ლაპარაკობ ვიღაცა სამყანი ვეგონები. ახლა თქვენ არა სხვა ამის თქმა მინდა სხვათა შორის გამოგივიდათ ბატონოკობა, გამოგივიდათ თუმცა კარგი გაგებით რა. დღეს ახლა პაატას ველოდებოდით თქო რომ გითხრათ პირდაპირ და ახლა რა სიურპრიზი და საჩუქარი უნდა ჩამოგვეტანა კახეთიდან ახლა მაგარ უარიცოდეს რა. რა თქმა უნდა. ახლა ისეთი ადამიანი როგორიც თქვენ ბრძანდებით აქ დავხვდით თან ოცნება თქონდა ამ კაცს შევხედროდი აგერ ღმერთმა ინება რომ შევხვდით ერთმანეთს მეც მქონდა ოცნება თუ თქვენ მენახეთ. მით უმეტეს მაგიტომაც არ არის პაატა დღეს. აი მადლობა მე კახეთში რომ ჩამოხვალ მოკლედ ერთი კაი ლამაზი პატარა სასტუმრო გვაქვს კახეთში შატო იყალთოში ჩვენთან სოფელში თელავთან და მოკლედ მოწვეული ხარ ოჯახით შენგენაცოლოს შემითავი ბატონო, ერთი წლის განმავლობაში, როდესაც გაგიხარდებათ, წინასწარ მადლობა, ახლა კი ხარ მაყოფილი, მაგრამ მე რო გესტუმრები, მე რამდენად დარჩები. მაყოფილი. დაწმუნებული იყავი რომ მე იმას იტყვის, სტუმარი ვიცი 1 და 2 დღეო, მე არ თქვა. კახეთში არიციან ეგეთი რამე. დამეთანხმეთ. მარტო იმერლებმა ვიცი. კეთილი მაგას რადიოია. თუ რამეს მოიფიქრეთ, მე არ და გავიწყდეთ კაცო. რა თქმა უნდა, მეგობრებო. მოკლედ დღეს ვართ შემართებით, ხო? ბატონო. შემართებით ვართ, კარგ ხასიათზე ვართ, გვეტყობა კიდევაც. მაშინ გადავიდეთ პირველ რაუნდზე. აიღეთ ახლა პლანშეტი, რომელსაც გნებავთ. მოდი ფარნა შენგან დავიწყოთ. აიღე პლანშეტი. და გაუსვი ხელი და ხო, მე დამავიწყდა, აგერ კატეგორიებია ჩამოწერილი და მან რო გაუსვამთ ხელს, რაც ამოგივათ იმ კატეგორიაში, მოკლედ წესები იცით, რაც უნდა მას ახსნა. ან მეც გავიხსენებ წესებს. ექიმები. ფარნა და ავთო შეგახსენებთ ჩვენი თამაშის წესებს. 3 რაუნდისგან შედგება ეს თამაში, ეს შოუ. პირველი რაუნდი არის 50 ლარზეა თამაში. მეორე რაუნდში არის კატეგორიებია პირველ რაუნდში. მეორე რაუნდშიც არის კატეგორიები, რომელიც ჩამოწერილია თქვენს თვალწინ. ეს უკვე გახლავთ 100 ლარიანი და მესამე რაუნდი არის უკვე თავისუფალი თემა, რომელიც 200 ლარიანია და შემდეგ საბოლოო შეჯამება. ახლა კი დავიწყოთ პირველი რაუნდი. ფარნას ამოვიდა ექიმები, მივესალმოთ ექიმებმა განსაკუთრებით მივესალმოთ. მე ახლა სიმართლე გითხრათ, ახლა არ დამიჯერებთ, მაგრამ ექიმებზე არაფერი ანეკდოტი არ ვიცი საერთოდ. არც საერთოდ რა პროფესია ექიმი არც ვიცი. ექიმობა მინდოდა მიუხედავად იმის, რომ პროფესიით ხელოვანი ვარ, მუსიკოსი ვარ და ასე შემდეგ, ანუ ბავშვობიდან მინდოდა ყოფილიყავი ექიმი. ანეკდოტი ერთია და ცოცხალი, ანუ ნამდვილი ამბავიც რომ მოვყვეთ ხო? ნამდვილი ამბავი იყოს. არანაირი პირიქით ნამდვილი ამბავი უფრო კარგია თუ დავასახელებ ახლა თემას იყალთოში, სოფელი იყალთოში ირაკლი სამადაშვილი ყავდა ესეთი ექიმი. არაჩვეულებრივი ექიმი იყო. ერთი რომ დალევა უყვარდა და მეორე დიაგნოზს სვავდა ზუსტად. 100%-ით დიაგნოზი იყო იმისი ნამდვილი, ანუ ცდომილება იყო 0. ნუ ამ დალევაში ხარ აუქრათ უყვარდა და რა ეკრავთ. როგორც ყველა კახელს, ირაკლი ექიმსაც ექიმს უყვარდა დალევა? ბატონო, კი. გადამრევს ეს ხალხი კაცო. მოკლედ, პახმელიაზე არის ჩვენი ირაკლი ექიმი. სასრაფოშიც მუშაობდა, იყალთოს ამბულატორიაშიც მუშაობდა, სოფელში, ნუ სხვადასხვა ადგილას და ერთი დღეს გაიღვიძა და ნუ საშინელ პახმელიაზეა ეთყობა რაღაცა შეაპარეს ღვინო ისეთი წყალწყალას უჟმური არ გმაღვინო პახმელია არ იცის დამეთანხმებით ხო და შეაპარეს სავარაუდოდ და ბიჭო კაცი სუდათ არის რა დადის და გულზე ხელი უჭირავს და ვაიმე კონეს ის ხა უნდა რომ გააგრძელოს და პახმელიაზე გამოვიდეს მაგრამ მარტო ძნელია კახელების ასე რომ დაждდა ხა მარტო მდალიო რაღაცა ისე ვერა რა გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა რომ მის გზაზე მოდის თავისი ერთი მეგობარი კაცი იყალთველი ისიც
უცბად შევარდა წნილი, ღვინო, პური, რაღაცები სახელდახელოთ, რასაც ეძახიან ხოლმე, მოამზადა იქვე. ამასობაში ეს ნელი ნაბიჯით ეს ადამიანის მოუყვება აღმართს და მოდის ირაკლი ექიმთან, თავისი მეგობარი. შევიდა ეზოში ეს ირაკლი ექიმი გახარებულია, ეხლა პახმილიაზე ერთად გამოვლენ რა, დალევენ, ხოდა. შენ გენაცვალეო. შემოდიო დაუძახა, მოდიო. აი როგორ დაგხვდიო და დაანახა მაგიდა პატარა და ის დაღონებულია რა. მეორე, ხოდა. თავი უჭირავ ეს ირაკლი ექიმო, ეხა დალევა კი კარგიაო, მაგრამ მე სულ სხვა რამეზე მოვედიო აქაო და რა ასეო კაცო, რა მოგივიდაო და აიო რაღაცა მხედველობაზეო ისე ვეღარა ვარ რა, კარგად ვეღარავ ხედავო და მოიცაო ეს იგი ამბავი მოიცდისო, მე მოგხედავო, მოდი ეხლაო თითოჯიქაო კაცო, როგორც ვიცით ხოლმე. გამომახედა ჯერ მე თვალებს. როგორც ვიცითო, მოდიო, ხო ხედავ რა აღარ შემიძლია, უკაცო ხელები უკანკალებს და დავალიოთ ერთი-ორი ჭიკა და მე ვილაპარაკოთ მხედველობაზეო და მაიცაო კაცო, წუხე მთელი ღამე არ ამძინებიაო, შენ ჭირმიო, წნევა მქონდაო, ვინერვიულეო, ცოლშვილიცო, ანერვიულეო, ვერავ ხედაო რა, მოკლედო, გეუნებიო რა, ვერავ ხედო, არ აგჯერაო შენაო, ჩემიო და იშველეო რამეო რა და ეხა ირაკლი ექიმს ძალიან ადარდებს ახლა ამის მხედველობა, პირველ რიგში იმას აფიქრობს, როგორ გამოვიდეს პახმილიაზე და უცბად, აი რაც მოაფიქრდა პანჯერაში, გამოჩნდა რა ჩანდა ხიბის ოთახის ფანჯრიდან კავკასიონის მთები კახეთში. რა ლამაზად ჩანს კავკასიონის მთები, ხო იცით კაცო ყველამ და განსაკუთრებით იმის აივნიდან უფრო ლამაზად გამოჩნდა იმ წამს. ააყენა ფეხზე და აბა ერთი გაიხედეო, კავკასიონის მთებს ხედაო. ამან გაახედა სერიოზულად და კავკასიონის მთებს კი ვხედაო კიო და იმის იქით ვერც მე ვხედავ შენი დედა მოდი დაჩენდა. აბა იმას ვხედავ, იმის იქით ვერც მე ვხედავ. კარგი, გენაცვალე ბარდა, ჩაგეთვალა. ერთი ისტორია მახსენდება ახლა, ექიმი ურევია შიგნით, ხო შეიძლება ეს? მოკლედ შენ მითხარი იმნაირი ისტორია ექიმი რო არ არისო. ხო, აი ეგ არის თავი. სამწუხაროდ რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოგეხსენებათ ანსამბლში უმღერი და ხშირად გვიწევს ხოლმე გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში და იტალიაში მოგვიხდა წასვლა. იტალიაში არიან ექიმები? კი, გაგიკვირდებათ და გაგიკვირდებათ. ხო და ტოსკანაში ჩავედით, იტალიაში ზაფხულში, ძალიან ცხელო და ესეთი ციხე იყო, კასტელო დი პოტენტინო. ჩავედით, ძველი ციხე იყო მე-11 თუ მე-12 საუკუნის და გადაკეთებული იყო რაღაცა სასტუმროს მაგვარ რაღაც და თან იყო ზეთისხილები, ვენახები და შატო იყო რა, მოკლედ და კონცერტი ქონდა ამ შატოში ღიაცის ქვეშ სივრცეში და კონცერტამდე სადღაც 2-3 საათით ადრე საჭმელი გვაჭამეს. შევჭამეთ და ეს საჭმელი იტალიაში ხა უცხო საჭმელები, რაღაცები, დაობებული ყველი, რაღაც დავარგებული ძეხვი, მოკლედ თხლათ ესე ჩაჭრილები და როქშია რა უნაქნა და ესე 3-4-4-ს რო იღებ და რო ჭამსე და კაცო შევჭამეთ რაღაცნაირად დავნაყრდით რა და კონცერტი იწყებოდა 2-3 საათში, ზუსტად აღარ მახსოვს დრო და ამ 2-3 საათში ეს ეთყობა ჩემი კუჭი ვერ შეეგუა იქაურ საჭმელს და გაჭრა მოკლედ. გაჭრა. კარგად გაჭრა და რაღაცა ხმები ისმის ჩემი მუცლიდან, ცუდად თავარ და აი ზუსტად ვიძახი ექიმის არ არის, იქნება ექიმი მომიყვანოთ ვინმემ, რომ ცუდად თავარ კონცერტზე ვარ გასასვლელი, პირველ სიმღერას ვიწყებთ მე და ჩემი მეგობარი გურამი ქვია, პირველ ხმას იწყებდა და მრავალჯამიერით უნდა და ეს მეორე ხმაში მე უნდა შევსულიყავი და ექიმი არსად არ არის იქ შატო არის რა ვიცი ექიმი თუ არ გამოიძახე კონცერტი იწყება საცა არის და ექიმი არ არის წამალი არ არის რა უნდა ქნა ეხა დაიწყო კონცერტი წამყვანი სცენაზე არის ასული უკვე აცხადებს პროგრამას რაღაც წინა სიტყვაობას აკეთებს ჩვენც ვდგევართ ვილოდებით როდის გამოგვაცხადებს რომ უნდა ავიდეთ და მუცელმა დამტკივლა ეთქი რა ხდება ეთქი ცოტა ხანს მოვიცდი ვიმღერებთ და მე წავალ საპირფარეშოში
კიდე ეგეც არსებობს. კი ბატონო, კი, არსებობს. და გეტყვით ახლა როგორი საპირფარეშო იყო და კიდე დამტკივლა და რა სიმღერებს სად მერე წახვალ. არაფერი არ მიტყვია გავიქეცი ესევე და არა და ვილოდებით რომ უნდა ავიდეთ ვიმღერო. გავიქეცი და ეს წეღან დასაწყისში თქვი რომ ძველი ციხესიმაგრე და გადაკეთებული აქვს ოთახები, საპირფარეშო იქნება თუ საძინებელი და საპირფარეშო არის მოკლედ 5-7-ზე რა. დიდი ოთახი რაღაცა უზარმაზარი. ავეჯი დგა შიგნით ყველაფერი აგი საკურთ დარბაზია რა და ეს უნიტაზი დგა, კარები არ იკეტება კიდე. ცოტა ჭედვით იკეტება, მაგრამ ჩამკეტი შიგნით არა აქვს და რო შევედი, უნიტაზი დგა სადღაც 3 ნაბიჯის იქით. თლათ ხელით ვერ დაიჭერ ამ კარს. ნუ მოკლედ ცუდათავარ უნიტაზთან მივედი. ვერაფერი ვერ მოახერხე, ვიღაც ხალი შემოდის. შემოდის ეს ხალი და ხო დამინახა რომ შიგნით ვარ და თან მეც ვიღაცა რომ შემოვიდა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ავდექი და თან ჩოხა მაცვია, ის მაცვია ძალიან ისე უხერხულად ვარ, მაგრამ ნუ რა ვქნა ეხლა, მეტი გზა არ მაქვს. ავდექი გავიქეცი კარებისკენ და ხელით ვიჭერ ამ კარებს. მე თქვი რომ დამინახა და აღარ შემოვა და წავედი, ჯერ არა ვარ მისული უნიტაზთან, გრძელი ოთახია რა და ისევ შემოდის ეს ხალი. კაცო, ხო დამინახე რომ ტუალეტში ვარ და რა ეტყობა ერთი და იგივე რაღაცა ვჭამეთ და სავარაუდოდ ის დაპირებული იყო, თორე სხვა ვარიანტი მან არ არის. ისევ შემოდის. მოკლედ არ მაცდის, არა და ვიცი რომ კონცერტი დაიწყო, უკვე გამოგვაცხადეს და ხელმძღვანელს გამოუგზავნია ჩემი მეგობარი პირველი ხმა რომ წადი ჩქარა სად არისო კაცო ავთო დაუძახეთო. აქედან ვეძახი რომ მოიტა ეგ ხალი დაიჭირეთ რამენაირად გეხვეწები მომაცილეთ ეგ ხალი რომ მალე გამოვიდე რა. ამან ენა არ იცის, ნუ მოკლედ ამ ხალს ვერაფერი უშველა, ხელმძღვანელი ეძახი ჩქარა წავიდა. გავიდა ისევ შემატოვეს ამ ხალს, მოკლედ ამ ხალმაც დამანება თავი როგორც იქნა, რა ვიცი, აწავიდა არ ვიცი, იმ ხალის სახეც არ ვიცი ეხლა. ხო და რომ მოვითავე ხელები, დავიბანე, გავიქეცი და მე მელოდებიან სცენაზე დგანან და მელოდებიან მე და სცენაზე როგორც ფეხი ავდგი და პირველმა ხმან დაიწყო. მრავალო, აი ჩუდათავარ, აღარ შემიძლია. ესე იქ რა ვიმღერე მე, რა მოხდა, როგორ განვითარდა, აი არაფერი არ მახსოვს საერთოდ და იტალიას რო ახსენებენ, ყოველთვის ეგ მახსენდება. რა კიდე საუცხოო მოგონება გქონია იტალიაზე. აი, საიდან ქართული სიტყვა ხო ესია, სიტყვასაც წაგვიყვანს, ექიმებზე იყო საუბარი და ექიმი არ იყო იქ და რა ვქნათ. აი, ირაკლი ექიმთან უნდა მოსულიყო. ირაკლი ექიმსანა მივაკითხავდი, კარგად იქნებოდა ისაკო. კარგი, მაშინ გადავიდეთ ახლა მეორე ეხლა შენ დაირჩიო ახლა კატეგორია. ეს აბა აი ცხოველებში შედის ჟირაფები, ლომები, ცხენები, ფრინველები ცხოველია, ფაქტიურად უბრალოდ დაფრინავენ. ცხოველები დაფრინავენ, მფრინავი ცხოველები არიან, ფრინველები მეტი და მოკლედ მოყვები ჩემი ოჯახის ფრინველებზე მაშინ. ქათმებზე, ინდაურებზე, კი ბატონო. იხვებზე, ციცრებზე. მოგეხსენებათ რომ წინანდალში ვცხოვრობ და როგორც სოფელში თითქმის უმეტესობას 80%-ს სახლში ყველას ყავს შინაური ფრინველი, ცხოველი და ჩვენც რა ვიცი, ქათმები, წიწილები სულ ყავს ხოლმე სახლში. და გაზაფხულზე როცა წიწილები გამოიჩეკებიან, ამ წელიწადში ყავს ერთხელ ვარჩევთ მამალს. რომ კარგი მამალი იყოს. ხო. ხო და ამას რომ მე კარგი წიწილები ყავს. რა თქმა უნდა და ამას არჩევს მამაჩემი. მამაჩემი კურირებს ამ საქმეს რა, ხო და მამა რატო არჩევს მამა? ეს წიწილები რო გამოიჩეკება, იქიდან აკვირდება რა, როგორ რანაირად განვითარდება. ანუ შთამომავლობას აკვირდება ხო? კი ბატონო. გენეალოგია იცის. იცის. წინა ქათმების და აკვირდება და ერთი მამალი ამ ბევრი წიწილებიდან, ნუ დედლები კი ბატონო, მაგრამ ერთი მამალი უნდა შეარჩიოს. ხო. ხო და ნუ იქ წიწილობიდან მერე ვარიების პერიოდი არის მერე და
დამამდება და რაღაც გახდება მამალი, იქამდე უნდა მოკლედ შეარჩიოს რომელ მამალზე გააკეთებს არჩევანს. დანარჩენი თავი მოჭრა რა. თავი მოჭრა. კი ბატონო. თავი მოჭრა. თავი მოჭრა. ხო და ეხლა ამას მამაჩემს აქვს თავისი მოთხოვნები მამალთან მიმართებაში, რომელ წიწილაზე და მამალზე გააკეთებს არჩევანს და ეხლა 4 მოთხოვნა აქვს, 4 ძირითადი მოთხოვნა. პირველი, რა თქმა უნდა, გარეგნულად უნდა მოეწონოს. ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, ძალიან ლამაზი ესეთი ტანადი რო დაინახავ რომ ნამდვილად ის არის საკათმის წინამძღოლი. აბა რაღაც. კი ბატონო. იმხელა ჰარამხანა აქვს, ბოლო და რა თვითონ მეორე მოთხოვნა. ვარგოდეს. სწრაფად უნდა ჩინჩლავდეს. ანუ სწრაფად რატო? ალბათ კვერცხის დებათ. არა, სწრაფად რატო? დიდი ხანი რო აგრძელებს, მერე დედლებს რაზვალი ერევათ რა, მოკლედ და ვეღარ და მერე ზურგი უტყავდებათ და მოკლედ ცუდი დასანახები არიან რა და თავის საქმეს თან რაზვალში როგორ მიიყვანა ხა დედა? არა, არ არსებობს. ხო, ეს მეორე. ნუ მესამე რა თქმა უნდა საუკეთესოდ უნდა ყიოდეს, რა ხმა უნდა ქონდეს კარგი. ამაზი ხმა თუ დილით ეხლა ვიღაცა ჩხავანამ გაგავიძა ეგრე არ არის. ამაზი ხმა უნდა ქონდეს რა. და მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის და მოთხოვნა რომ მეზობლის მამლებს უნდა ერეოდეს. ხო და ეს არის. ხოჩი უნდა. ასე არჩევ თუ არა და თავი მოჭრა რა, ეგ არის. ნემგური ეს ციგრიში არჩია. ეს ამოშალ. არ გაუშვა. არ ბღერი შესანიშნავია. მეზობლის ბიჭებს ერევა და დანარჩენი არ ვიცი. ხირი მაქვს შესანიშნავი. თავისთავად. ჯერია? ბატონობა. მაიმე ვერავწდი ამ ამბავს მაინც. ცხოველებში ცხარი. გახელებისთვის ეხა ხაშლამა, ნუ ეხ დეკეული და კარგი მოზვერი და კაი ცხარი და კაი ბურვაკი და ეს ამბობს დავქნათ ნუ ხა. ჩვენი თემა გვიყვარს რა. მოკლედ, სადღაც ერთი თვენახევრის წინ მე და ბიძაჩემი მერაბი კახელებს ზოგადად ვართ. გეზარებათ პრასის მოყვანა და მიდო გიყვართ ხო? აი, ზუსტად რა ის. ადვილი რაღაცები გიყვარს და? და იმერლები კაცი. მე და მერაბი ვზივართ სუფრაზე. ამ სუფრას ესწრება მამაო. ერთ კაი მამაოა ხოთაშორის აწყურში წირავს იქ სოფელი აწყურის თეთრი გიორგი გაგიგიათ ყველას და ნებართვა ფეხლა მაქს და იმიტომ იცახი ამ ამბოს. მოკლედ ყვება ეს ბაბაო რომ იმ სუფრაზე კაცო ხედავ რომ თეთრი გიორგშიო რამოდენიმე ადამიანი დადისო და წრეს ურტყავს ხა როცა ბევრი ხალხია არ არის ეს ადვილად შესამჩნევი და იმ დღისით არ იყო იმდენი მრევლი არც მოსული არც მომლოცველიო რაღაც და დავინახე სამი კაცი დადისო ესო და დადიანო რა ეგ გარშემო რა და ცხარი დაყავთო რა და თანო მე სიამოვნაო გაიგე ხო ეხა იმიტომ რომ წესია ესეთი რომ იქ ხარი რჩება ხოლმე იქ როგორც წესი ჩვენ შევწირავთ ხოლმე რა ხო და ნუ რა თქმა უნდა კაი ხასიათზე დადგა კაცი და ელოდება რა და დადიან ესენი და არ გაჩერდნენ ერთხელ ორჯერ და კარგი დიდი მანძილია რა 1 კილომეტრია მე მგონი მთლიანი წრეო დაარტყა რა მოვიდნენ როგორც იქნაო ჩემამდეო და ეუნებიან მამაო სამჯერ შემოატარეთო და ეხლა რო წავიყვანოთ და დავკლათ შეიძლებაო და სადმა წაიყვანოთ და რავი სახშიო და სადაურები ხართო და გურჯაანელებიო და თუ ექსკურსიაზე ყავთო ბარემ გრემიდან ეკრესიც აჩვენეთ და იგრე წაიყვანეთ რა და დაკალითები მოკლედ პირველი რაუნდი შევაფასოთ და ავთანდილ ფარნავას გული არ დაწდება და 50 ლარი გადმოგეცემა შენ პირველი რაუნდის. ადლობა. იმედია ფარნავაზე არ გაგვინაწყენდება, იმედია კი რა დარწმუნებული ვარ რომ არ გაგვინაწყენდება და გადავიდეთ მეორე რაუნდში. და
ძალიან კარგად მივიდივარ, ჩვენ ძალიან კარგად მივიდივარ. მაშასე ახლა შენ გაუსვი ხელი და ისია ავთოსია? მე მგონი, ხო? ხო, ახლა მეორე რაუნდზე იწყება. კი ბატონო. მეორე თუ მესამე. აჰა, მეორე. ექიმები და ცხოველები იყო, ეს არის მესამე. ახელები ჩე. აჰა. აპა. თუ გინდა თავიდან გაუსვი ხელი. მიდი დაიწყე. რატომ ამბობ? იმიტომ რომ კახელებზე არ გეწოდინება არაფერი და. კი ბატონო. იცი კახელებზე იმიტომ რომ შენც უნდა მოყვე რაღაც პანავას და იცი კახელებზე რამე? რაღაცას მოიფიქრე. კაი, მაშინ მოყევით ბატონო, მე ორი გვახსენდება რაღაც. მოდი გამოცდილი კაცი ხარ დაიწყე კაცო ამ კახელებზე. რა ვიცი, კი ბატონო. მოკლედ კახეთში ჩვენთან ჩვენი მეგობარი არის ოპერატორი. ხო, ეხა ტელევიზიაში მუშაობს თვითონ და ადრე ქორწილებს იღებდა ამით იყო დაკავებული ბავშვობიდან ოპერატორი, ბავშვობიდან სხვა ღეროდა კიდეც ეკავდა კიდეც, მაგრამ ოპერატორი უფრო ერთ-ერთი ქორწილი გადაიღო, ძველი დრო არის რა. ერთ-ერთი ქორწილი გადაიღო და ეს ქორწილი წაეშალა რა. ეს ახლა რაზეც იღებდა ფლეშკადრო წაეშალა. რამდენი კაცი არის ქორწილი? ხო და ახლა დაპირებულ დროს ხო უნდა ჩააბარო ქორწილი. ურეკავენ, მივიდნენ და ქორწილი მოსთხოვეს და ამან გაატანა სხვისი ქორწილი. აბა რა ექნა? არ აქვს ქორწილი. გაატანა სხვისი ქორწილი და აიღეს კაცო, ოჯახი შეიკრიბა, დასხდე რაღაცა სხვისი ქორწილია რა. უყურებენ ამ ქორწილს. ურეკავს ახლა ეს რომ ეს ვისი ქორწილი გამოგვატანე ძმაო. მოიცადე აბა ძმაო, აბა დაწყნარდიო. თქვენი ქორწილი ხო იყო 150 კაციანიო? იო იყო. ერე ძმაო, მე 300 კაციანი გაგატანეთო. თქვენიო პალატკაში იყო, ეგო დარბაშიო და პატარძალიც ეგაჯობიაო. დამანებე თავიო რა გინდა. მოაგვარა თავისი. შვენიერი კარგად პრაგმატულად გადაუწყვეტია თავისი პრობლემა. ენამოსრებულად. კახელი მე შენისა რა ქვია. კახელები რა. ეტარა უნდა მოყვე კახელებზე. ვიჯო, ამ იხოს ვერ ავწდები ახლა, მაინც კახეთში. ერთი ესეთი შემთხვევა მოუხდა. მიხოს დაეჯახა კომბაინი. კომბაინი ხო წარმოგიდგენიათ ეს დიდი აგრეგატი, რომელიც ეს ნელა მოძრაობს, ყანას იღებს და ასე შემდეგ. ასე უტრიალებს იმაზე იძახა. დაეჯახა მიხოს და მოკლა რა. ხო და ნუ ეხა უკვე კურიოზია რომ კომბაინი დაეჯახება ადამიანს და ეხა მეორე თემა რა ხდება? მარო მიხოს სოლი მოსწონდა მეზობლის კაცს. მიტუას. ეხა ქმარი ყავდა და ვერ გამოუტყდა სიყვარულში, ეხა მთელი ცხოვრება ისე გალიეს რაღაც გაიარა რომ ვერა და ეს უბედური შემთხვევა რომ მოხდა. მივიდა მიტუა მივიდა მაროსთან მიუსამძიმრა და თან უთხრა გამოუტყდა რა რომ ქალო მარო მთელი ცხოვრება მიყვარხარო ვერ გეუნებოდიო ვერაო მაგრამ აი რა ვქნაო ვეღარავ მალა უნდა გითხრაო რომ მაგრამ მიყვარდიო და ეხლა ძალიან მიყვარხარო და მე ხიდე გეყარო შენა რევს მეუნებიო კაცო რევს მეუნებიო ეხლა ჩემი მიხოს ხა უნდაო ეხლა არ გაციებულა კაციო და აღარ გავიგო ნუ კაიო ბოდიშიო რა ეს კაკიო გადის დღეები რაღაცა იქ მოვიდა 7 მოვიდა ის მოვიდა 10 მოვიდა აპარაკლის მომუწია ხარა მოუწია და 40-მდე დრო ხო არის და შეუჩნდა ეს მეზობელი არანებებს თავს ეს მიტუა კაც მამაროს აწოალობს და მიყვარხარ და აბაჩემი უნდა გახდე და ის არა და მოკლედ ეძალავებიან ერთმანეთს და 40 უნდა მოვიდეს უკვე წინადღია რა და მიხოსი ხო და ვეღარ გაუძლო მაგრამ ზეწოლას ქვეიდან არის უკვე პროცესია მაღლიდან მიტო დახურებს გერა და ამბავია უკლედ რაც აქვია მაგას და ვაიმეო მარო აკეთებს ვაიმე თვალების გახელაც არ მინდა ვაი გონი ეხლა ჩემი მიხო მიყურებს და ქალო იმ ხელა კომბაინი ვერ დაინახა და ჩვენ
კარგია, არ ვიცოდი. კახელზე ერთი კიდე ხო შეიძლება და შეიძლება როგორ არ შეიძლება. კახელი მოკლედ ზოოპარკში წავიდა და გორილას მაიმუნის გალიასთან გაჩერდა. გაჩერდა და უყურებს. ის არის? არა, თავისთვის ლაპარაკობს. შემოუარა მეორე მხრიდან დაუწყო ყურება. ის არა. მოკლედ კაი ხანი უყურა და წასვლა რომ დააპირა, წავიდა, გაჩერდა. კიდე არ ასვენებს რაღაცა. შემოტრიალდა და გაიოს შენ ახარ ბიჭო. კარგია, ახლა შენ გაუსვი ხელი პატარას. პენაიტში აბა კატეგორია. წავიდა. ოჯახი, აუდოდა. მოკლედ რანაირი ბავშვი მოვიდა მძიმე არტილერია. ოჯახი, მოკლედ. ნაღდი ამბავი უნდა მოყვე რა. ნაღდი ამბავი მოყევი რაც. ნებისმიერი ანეკდოტი არის ნაღდი ამბავი, ოდნავ პატარა ეხაც იმ დაზვიადებული. ან გამოზვიადებული. მოაბავენ და ეგ არის თორე განარა წინასა რო ხდება, ნუ იციან, მაგრამ მაინც სატელევიზიოდ. ეხლა ჩემი სფერო ისეთია, მეპატიება რა, ხა ტურიზმის სფეროში როდესაც მუშაობ, სასტუმროში ხარ, როგორი კატეგორიის ხალხი მოვა ეხა იქ ხო, ვერ გაიგებ. ასობით ადამიანი შემოდის და გადის და მოკლედ ეს გოგონა არაჩვეულებრივი ლამაზი გოგონა არის ჩამობრძანებული და ხა პირველი დღე რა თქმა უნდა არაფერი თავისთვის დადის მარტო ეხა მეორე დღეს გამოველაპარაკე რომ ხომ არაფერი გჭირდებათ ხომ არაფერი გნებავთ ღვინოს ხომ არის სიამოვნებთ რაღაცა მარტოა და გულწრფელად ვიფიქრე რომ შეიძლება და ადამიანურად რაღაც იქნებ გჭირდება ადამიანს და მარტო რატო უნდა იყოს 3 დღე რა ვიცი ხო და თან დაბადების დღე მოხო აღნიშნა. ნუ კაი. პირველი დღე ისეთი არაფერი, მეორე დღეს უფრო შევედით კონტაქტში. მესამე დღეს მეკითხება რომ ცოლი ყავო და მე ვთხარი რომ ეხლა ერთიო უთხრა ყავ, მაშინ კაი ვიზუალი უნდა კონდეს. გადაწონოს ეგ ამბავი. მეორე მღერი ხარ, ადამიანი და არა უშავს მღერი ვარ, ნიჩევო. ეხა მაინც ცოლს ეთქვი მყავო და გეტყვის კარგად იყავიო და თან რო არ დაიძაბოს მეთქი მაპატიეთ ხალხ. უთხარი რომ არა მყავ მე გაცილებული ვარ მეთქი რა. აუ აბა ვინ იყო, როგორ იყო, რანაირად ფოტოებიც ვაჩვენია ეს არის, უკეთ იყო მეთქი, ეხა გაცილებული ვარ. კარგიო, ნუ დავსყიდე და მესამე დღე უკვე ესეთი საფინალო დღე არის, რომ მე 4 დღეს უნდა წავიდეს. და ეზოში, ამ ჩვენი სასტუმროს ეზოში აუზის წინ დავანთეთ სანთლები და სანთლების წინ ვზივართ და შავღვინოს მივირთმევთ. ღამის 11 საათია უკვე და ნამდვილად არ ველოდები აღარავის ეზოში და ხმა მესმის მარჯვნიდან და მამიკო ესე ცერად გავიხედე და ცივად უკვე რა და თან ეს წამოვიდა რა აი ბურძგლები და დავინახე ჩემი შვილი მაპატიე შვილო და უკან მოდის ჩემი მეუღლე ვინ არისო ეს გოგო მეკითხება შემატყვა ხა სახეზე და აუ ხა ხო ყავს ნანახი ხა იქ ფოტოები ხო ვაჩვენე რა და აუ როგორ აგავს ჩემი ცოლის და მე ვთხარი აქვე არის გათხოვილი მე ვთხარი გვერდზე და ეთყობა ბავში მოიყვანა სანახავად მეთქი და თან წამოვიწიე და იქიდან ჩემმა ცოლმა დამიძახა ხა იჯექი ბაბა ავჯექი ცივად და გადამარჩინა ჩემმა მზარეულმა დიდი მადლობა მას დაუძახა მოდი უნდა განახო როგორ ახარო და სანამ ისის გამოელაპარაკებოდა იმოვასწარი და გავეცალე იქაურობა ეს შოუში კი არა მე მგონი საქართველოში აღარ ვიქნება. გადაგარჩინა მზარეულმა. მზარეული კიდე იქ არის? კი, რა თქმა უნდა, იმ ზარეულს აქვს ასე იგი. კარგად ამზადებს. ხელშეკრულება 50 წლიანი მე მგონი. გოგონა წავიდა? არაჩვეულებრივი. ის სტუმარი წავიდა. დღეს უკვე მეგობრები ვართ, რა თქმა უნდა, ეს კარგი, სხვა ხომოვა კიდე კაცო. აბა რა კაცო? სხვა ხომოვა და მეც ხომოვა კაცო. თქვენ ჩამოვძანდით. აბა შენ მოყევი? ოჯახზე ხო? კახეთში მიწის რა მოხდა რა? ფუიეს მაგს კაცო. ხო, მოხდა და მიხოს სახლი დაე. სიტყვა გამიგია და მიწისძვასიც ის კაცო. ცოტათი შეგვაქანებს ხოლმე. მიხოს სახლი დაენგრა რა და ეხა ოჯახი ეგე ჩავაკვეხე. ოჯახით გარეთ არის გამოსული, მოკლედ და
სახლი დაენგრა მარტო მიხოს რა. არავის ცუდ ხასიათზია რა. ეხა მეზობელი გამოივლის. აი თარო უხარია რა ამისი უბედურება და რაღაც და მიხო სახლი დაგენგრა რა. ო და დამწუხრებულია. ისე მე წინასწარ ვიცოდი ეგ ამბავი, რომ მიწის რა უნდა მომხდარიყო. ასია მიხომ თავიდან. ცხოველები ადრე გზნობენო. ეგრე ოჯახს ხება რა, აი ამბავი. კარგი, შევაფასოთ მეორე რაუნდი. მერთულება, მაგრამ ამ ჯერზე ფარნას გადავცეთ ამ ჯერზე 100 ლარი. ძალიან კარგად მივდივართ, ძალიან კარგია. მე საერთოდ გადამავიწყეთ ის, რომ პირველად ვაკეთებ ამ საქმეს, ამ დიდ საქმეს, ანუ წამყვანობას, დროებით რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და გავაგრძელოთ მაშინ და გადავიდეთ მესამე რაუნდში. გადავიდეთ ძალიან კარგად, მიდიხართ ძალიან გემრიელი, აი ძალიან საყვარელი კახელები ხართ, ისევე როგორც მთელი კახეთი, თქვენ შეულად კარგები ხართ და ტკბილები ხართ და გავაგრძელოთ მაშინ და ახლა მესამე რაუნდი უკვე თავისუფალი თემაა, რაც გინდათ ის მოყევით. თუ გინდათ ანეკდოტი მოყევით, ისტორია მოყევით, თუ გინდა რაც იუპიტერზე მოგზაურობის დროს გადაგხდათ, ის მოყევით, რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში გადაგხდათ, ის ყველაფერი მოყევით, რაც გინდათ. თავარია რომ სასაცილო ამბავი მოყვეთ. ან ანეკდოტი. ი ბატონო, უფრო ამბებს მოგიყვებით. ი ბატონო. ჩვენი მეგობარი არის თელავში. ხო და იყო სტუმრად სოფელი მატანი არის, ახმეტის რაიონი. ხო და ამ სოფელში ძალიან უყვართ სიმღერა თელავზე. თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა ჩემო თელავო, ესე მთავრდება და ხო და ამ ჩვენ მეგობარს უთხრეს რომ მოიტავე სიმღერა გვიმღერეო რა გეხვეწებიო და ოღონდ ეს ჩემო თელავო ბოლოში არის მარტო სხვაგან სახელი თელავზე არ ფიგურირებს და ბოლოშიო თქვიო ჩემო მატანო ესე დაამთავრეო რა ან სტუმრები ყავდათ რაღაც მოკლედ და კი ბატონო კაცო რა პრობლემაო დაიწყო სიმღერა და ყველა ესე იგი ელოდება დასასრულს რომ ეს სიმღერა მორჩა მატანო უნდა თქვას და ჩემო მატანო ესე უნდა თქვას და ყველა ემზადება ესე იგი ხელები აქვს მომზადებული ტაში და აх შენ გენაცვალე და აი წავიდა ჩვენ მატანს გაუმარჯოს და რაღაცა ესეთ სიტუაცია და ამ ჩვენ მეგობარს დაავიწყდა რა უთხრეს რა სოფელი უთხრეს და დაასრულა ჩემო ალმატო ცოცხალი რა ელო ხელები დარჩათ ესე ამ დროს რო ელოდება ამდენი ხალხი იყალთოში ისე იყალთოს ვერ გავწდები რა ვქნა რა იმდენი კოლორიტი ხალხი ყავდა ერთი მაგარი კაცი ყავდა იყალთოელი და ოღონდ კონფლიქტური იყო ძოლთან რა შარიანი იყო რომ დალევდა ხოლმე რაღაცაზე აი აუხირდებოდა ხოლმე და აწვალებდა ამ ქალს მოგოლებდა და მივიდა ერთ დღესაც ნასვამი თრალი და იდეალურად დახვდა სახში ყველაფერი ახლა მიზეზი ხო უნდა რაღაცაზე ეჩხუბოს თორს რა ვიცი ახლა ვერ იპოვა რაღაცა ისეთი და ხანიკიდან უტრიალა ხანაკიდან უტრიალა ამას საჭმელი როგორი გამოვიდაო კაი გამოვიდა ბალღები როგორ ჩააცვი დღესა როგორ აბარა იღეს დღესა სკოლაშიო ეგრე ხუთიან ვა კარგია იქით აბა დაგავეო ესაო დაგავეო კარგი შეშას დაჭრილი დახვდა მოგე დალაგებულან ყველაფერი კარგად არის ახლა რა უნდა ქნას და ვერ დაიძინებს რა ისე ეგეთია აბა ადეო ჩემოცოლო შემოგხედაო და ადგა ეს ქალი აუ ერთი დამყეფეო რა რა ვქიაო დამყეფო აი დამყეფეო გასო შენ რაღაცა იქნება გულშიო ავიო და დაკეფო არა ისაო და დამყეფე რო გეუნები ეხაო სანამო ნერვები მემეშლებაო და დარზე ამ ქალმას და პატრონს ვერ აცნობ შენ
მაინც პატრონს ვერაცნობს შენი დედა კი არა. მაინც აუშავდა. სიტყვაობაზე ცოტა თავს ვიკავებდი და ერთ პატარას მეც ჩავაკვეხებ. მე შეიკავებ, კაცო, თავს ანეკდოტიო უეკლოთ, ვის მოუკრეფიაო, ხო გაიგონია. ჩემი სოფლი ხო, ეკალში სხვა რაღაცა იგულისხმება. ამ შემთხვევაში. ტრისას იმნაირ რაღაცა იგულისხმება. ვი ახსენე, კაცო, რა პრობლემაა. ჩემი სოფლელია მოკლედ და ერთად ვქეიფობთ და რაღაცაზე წამოვიდა თემა რა ხარება და გოგია. ხარება და გოგიაზე წამოვიდა თემა და ოღონდ ეს უბრალოდ ხო თემა წამოვიდა და ადგა ეს ჩემი სოფლელი და იძახის რომ იციო გოგია ვინ იყო ჩემიო. ჰა. გოგიაო ჩემიო თან ჩემიო. ხო და ეხლა უყურებთ რა თან ის ფილმში კი არა გეთიაშვილი კი არა თედიაშვილი რო თამაშობს. გოგება კი არა ხარება და გოგია. ნამდვილი გოგია ვინ იყო ჩემიო იცითო? არაო რა ვიცი უყურებთ ყველას. ყველა ამისი ეხლა ვინა იყოს გოგია. ბებია ჩემსა კარგები ხართ, ბიჭებო, კარგები ხართ, მოდით ახლა შევაფასოთ. დღევანდელი გადაცემა, ნუ რა ვიცი, აბა ორივე კარგები იყავით მესამე რაუნდში, ისევე როგორც თელს თამაში ორივე კარგები იყავით და მე ამ ორ ასლარს გავყოფ შუაზე. სხვადასხვის არითმეტიკა არ მეშლება 200 გავყოთ 2-ზე, ანუ 100 100 მე დამეხმარებიან, მოკლედ მათემატიკოსები, არითმეტიკოსები. მოკლედ მე თქვენ აქედან ისე ვერანაირად ვერ გაგიშვებთ, ახლა მთელი თამაშია რომ ვიძახით რომ მღერითო და რომელიმე უნდა გვიმღეროთ. აჰა. ვინ გარისკავს ამას? ფარნა. მაშინ ფარნას ხო მე ვერ ვიტყვი. ვიტყვი ფარნავას მაყაშვილი. თან შეხედე და სახელიც თავადური აქვს და გვარის თავადური აქვს. ფარნავას მაყაშვილი და ჩემს ტელემაყურებელს დროებით ჩემს ტელემაყურებელს მინდა ამით დავემშვიდობო მომდევნო კვირამდე, ანუ რა ხდება მომავალ კვირას რო ნახავთ სერიალ მიხო და მაროს, შემდეგ დარჩებით ეკრანიდან და მერე ნახავთ ანეკდოტების შოუს. გემშვიდობებით მომავალ კვირამდე, კარგად ბრძანდებოდეთ და გიტოვებთ უგემრიელეს და უკარგეს მომღერალს ფარნა მაყაშვილს. დროებით